მშვიდობის კარგად დაისვენა და წავიდა. ნახეთ რა ელეგანტურია, ძალიან სიყვარულია. ეს არის სასტუმრო, სადაც ვარ და ეს არის სასტუმრო, სადაც სულ ვარ ხოლმე. აქ პირველად ვარ. მოდი დავათვალიეროთ. მაგრამ მიჩვევაზეა თუ არ ვიცი რაზეა. საჭმელად მაინც იქ გადავედი. ეს სასტუმრო ლაგოდარის. ჩემი ხმა ზედმეტია მგონი ისეთი ჭიკჭიკია. არის პირდაპირ აქ. შედიხარ დაცულ ტერიტორიების ნაკრძალზე. მეგობრებო, სად მიჩუქჩუქებ? სადა? რაო? მობრძანდი. სად მიდიხართ? სად? ეს არის ნაკრძალის შესასვლელი. ერთი სასტუმრო, მეორე სასტუმრო, მესამე სასტუმრო, რესტორანია და სპაო. სპა არ ვიდახია გუშინვე. 6 საათია ხალხო მომთქნა, რა ვიცი. მთელი ჩემი ბავშვობა მაქვს ამაზოში გატარებული, გადმოდიოდი ხოლმე. როცა მამიდასთან სტუმრად ვეყავი და ეს აქ იყო მხოლოდ მეტყევეების სასტუმრო, რომელიც ეხაც არის. რეინჯერები თუ სწორად ვამბობ, არ ვიცი. არიან, რომელიც ეხმარებიან, ზემოთ ჩანჩქერია, ძალიან ლამაზი ტბა არის. იქ ასასვლელად ხალხს და ეს არის ძალიან ძველი შენობები, რომელიც მე შეაკეთეს. ეს იყო ყოველთვის. მე თავგადასავალი ვარ. აი ასეთი საბურავით ვარ. რაღაც მინდოდა გამიკეთებდი გადავიდე. მაგრამ საცად არ იყო საბარგულში მაქვს ახლა დილას გამოვხედე. ესე დამხვდა და არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ვცვლი საბურავს და წავიღებ და ვულკანიზაციაც ვიცი, რა თქმა უნდა. ნახევარი აქ მაქვს მთელი ბავშვობა გატარებული. ცოტა შორს დავაყენე მანქანა. არ მიყვარს ხოლმე. აი ეს ამის რესტორანია. ეს უკვე სასტუმროს ესვა. ფლამენკო. აი, ის კულტურალია, ეს პირველად ჩავინახე. აქ აქვს პარკინგი, მაგრამ მე შორს ვიდექი. ეს არის რესტორანი, თავზე ბერანდით. ჯერ აქეთა ფლანგი დავათვალიეროთ.
საბავშვო აუზი. ალაგის კარგი ისინი აქვს. ხობლები და საწოლი. და ქლორილია ყველაფერი. ბამბუკები. მთელი ბავშვობა ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი ლაგოდეხში ბამბუკი როგორ არის. ვფიქრობდი. რა ტროპიკული მხარეა მამგან. ბავშვთა გასართობის სივრცე. ეს შედარებით დიდი აუზი. შემდეგ აქვს ეს ორი სათამაშო მოედანი, ფრენბურთის ქუჩის მოედანი, მაგრამ ის აუზია ჩემი ბედნიერება, ის სასტუმროსაც მე ვისვენებ ხოლმე ხშირად და ნახეთ ეზოს ხელა, ეს ნიკოლოზმა რო ნახოს შეიშლება. ჭკუიდან გადავა ალბათ არის. ეს ბარია რომელიც არ მხებლობს და იმას უკეთესი ბარი აქვს ვიწუნ. მაგრამ როცა ჩამოვედით მეგობართან ერთად ვარ ჩამოსული და ოჯახის წევრთან და მეგობართან ერთად და ისინი შევიყვარე არჩევანში და ნომრები აქ უფრო კომფორტულია და ალბათ ამიტომ მიდას გადაწყვეტილება. აქ არის სავარაუდოდ სპა. აქ ძალიან ლამაზია ხოლმე მზე რო გამოვა და ალაგებენ, მაგრამ კარგად რო გათენდება და მზე ამოვა საუზმეა და სასტუმროში ბევრი ხალხია და ცოტა არ მიყვარს მე. სახალისო ჭადრაკი. გამოდი ვითამაშე გუშინ უკვე. ეს არის თვითონ სასტუმრო და ის არის რესტორანი. ჟანგბადის საბადო. აქ არის ცოტა მაშინია, მაგრამ წავიდეთ თქვენთან ერთად. არც მე ვიცი რა. გუშინ იყვნენ ვიღაცები. ალბათ საუნა, იმიტომ რომ ხო, საუნებია, იმიტომ რომ ცივი ბასეინები აქვთ, რომელიც არ ფუნქციონირებს ალბათ ზამთარში ამუშავებენ. კი. ნამდვილად ასეა. ეს არის ნაკრძალი. თუ საითაც კიდე წადი ტბაში ხარ. როგორ გინდა ბრძანდი. როგორ დასიებული ვარ. კარგად მეცია. კაცშულს აქ სხვანაირად ვერ დაიძინებ, თან ძალიან დიდი ხნის მგზავრობა მქონდა თბილისიდან თელავში, თელავიდან ლაგოდეხში როგორც იცით და მზეც გამოდის და მანქანა საბურავი უნდა შევუცვალო და ეს ჩემი რუტინაა. ლაგოდეხს აქ საოცარი ბაზარი. და რატომ მიყვარს ეს ბაზრები? თელავშიც და ლაგოდეხშიც რა მოუვიდა ამ წარბს როგორ მედობარის ადგილობრივი პროდუქტი, რაც მოყავთ. არის იმდენად გემრიელი ჩემთვის და იმდენად განსხვავებული თბილისში ნაყიდი ხილისგან, ბოსტნეულისგან, თუნდაც პომიდურ სალათი, რომელიც გუშინ მივირთვი ქვედა რესტორანში.
ზე გამოვიდა. 3 დღე ვარ ჩამოსული და ვფიქრობ, რომ გიმსახურებ ამ 3 დღეს, იმიტომ რომ წინ ძალიან რთული გზა მელოდება. გაჩვენებ სასტუმროს. ჩუბად. ეს ჩემი შაგარეოში შლოპანცებით ფლოსტებ წკაპუნობს, ხო? ახლა მოუწევს, ანუ ჩემი სტუმრები გაიუძებენ. არ ვეწევი მათთან. წავედით. ის ხმა მაგიჟებს. ეს რობინზონ კრუზო, მამიდა ჩემის ის და არის ესე ხებზე სასტუმროები. მიჩვენებია მგონი თქვენთვის. ძალიან ბევრი უცხოელი მოდის და ისვენებს საერცხის მანქანა, ყველაფერია. შემიძლია გაჩვენოთ ერთი ნომერი. ესეთია. ვიღაცა ტვინს ბურღავს. მიყვარს ეს ყველაფერი. აი, ყველა მცენარე არის სასწაულად სხვანაირი. ესეთი ღია სამზარეულოა. რაღაცა კოღოსავით რაღაცა მიკბი. ეს და ესეც ხეზია. ყვავილებში დამეკარგე კიდევ ერთი კომენტარები ყვავილებიდან ამ ქალსო და მეცინე ვეხ კარგ ხასიათზე ვარ. აი და ერთი თუ ვერ მიტან, მე ძალიან მომწონს საკუთარი თავი, თან ძალიან მიყვარს, ძალიან მეიმედება. გიშდები ასეთ კომენტარებზე. ხალხო რა გინდათ, ეხლა თქვენ თუ ფიქრობთ მაგით, რომ
ყოველ ჯერზე შეძლებთ რომ ნერვები ამიტოკოთ. ძალიან შემცდარ ხართ. იცით როგორი შეგრძნებები მაქვს? არ ვიცი მომეყოლია თორე თქვენთვის. ჩემს დედიკოს დედა გარდაეცვალა ძალიან ადრე 13 წლის იყო, როცა დედის გარეშე დარჩა. დედა ჩემს ყავდა 2 დედის ძმა. სხვაპარი უთყვები გარდაცვლილ ხალხზე. ერთ-ერთი იყო მოსამართლე ლაგოდეხში. მეორე იყო ისტორიკოსი. ორივე გადაასახლეს და რომ ჩამოვიდნენ ძალიან უყვარდათ. დედაჩემი, რა თქმა უნდა, ეხლა მე მახსოვს რომ ჩემი დაც რომ გაჩნდა, დედაჩემის ბიცოლა ჩამოვიდა ლაგოდეხიდან. ხმელი ქალი იყო, ძალიან ლამაზი. მარო ერქვა თბილისელი ქალი. მეორე ბიცოლა წნორში ყავდა თამარა. ისიც თბილისელი იყო, მოყოლილი, მაგრამ მუსიკაზე რო არ დავდიოდი და თამარა ბებოსთან რო შევდიოდი და თუ გახსოვთ მწვანე პომადები რო იყო, რო ისვამდი და რო ისობდი და მე რო წითლდება და მაგას დედას ვტირობდი ხოლმე. მე მგონი მომიპარია კიდევაც და მე უკან დამბრუნებია. ხოდა დედა ყვებოდა ხოლმე რომ ბიძაჩემიო გამოდიოდაო აივანზეო და ამბობდაო მზე ამოვიდაო. და ჩემო ბიძაშვილებმა იცოდნენ რომ მე ჩავედიო. დედაჩემს ერქვა მზია. ბიძამისისთვის მზესთან ასოცირდებოდა ალბათ. და რაღაცნაირად ისე იმდენად შემოყვარა ეს ადგილი, იმდენად შემოყვარა რომ გუშინ მამიკო იყო სტუმრად ჩვენთან და მეკითხებოდი რატო არ იყიდა სახლი, იმიტომ რომ დედას საოცარი სურვილი იყო. ახლა რო ათვალიერებ ფასებს, იმდენად გაქცეულია. 55,000-60,000 დანგრეული ნამოსახლარები. როცა $500 ღირდა და $2,000. ერთი სახლი რომ მქონდეს აქ დედას გეფიცებით არასდროს წავიდოდი მთელი ზაფხული. ჯერ ხო ბაღნარს გავაკეთებდი, იმიტომ რომ აქ ყველაფერი რასაც ჩარგავ, ჩათესავ, სიკეთესავით ღვივდება. ყველაფერი დიდია, ყველაფერი სწრაფად იზრდება, ყველა ყვავილი ხარობს. სხვანაირად სუნთქავ, ჟანგბადია. ძალიან მიყვარს მე ეს მხარე. ოდესმე ბევრი ფულს ვიშოვი აუცილებლად აქ ვიცხოვრობდი სიბერეში. მე აქ დაგემშვიდობებით. გისურვებთ ისეთი ცხოვრება, ანუ იცით რა არის? ცოტა სიგიჟეა, მაგრამ ბედნიერება მოაქვს წამებს და იმ წამების შეგრძნებას. სულ ბედნიერი ვერ იქნები ადამიანი, მაშინ ჭკუასუსტი უნდა იყო, ან გიჟი. სულ ბედნიერება მერე ცუდად გხდის, გაავადებს, სხვანაირს გხდის. და არც არსებობს სულ ბედნიერი ადამიანი, ყველას გვაქვს ჩვენი პრობლემები. მაგრამ ის წუთების წამები ყველაფერი უნდა შეიგრძნოთ ბოლომდე. ყველამ შევიგრძნოთ და გავბედნიერდეთ, თუნდაც იმით, რომ ჩვენმა შვილებმა დღეს რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეს, თუნდაც იმით, რომ ჩვენ მეგობარი წარმატებულია, თუნდაც იმით, რომ სხვაგან სუნთქავთ, ან თუნდაც იმით, რომ დილით სუნთქავ. ასეთ რაღაცებში თუ ვიპოვით ბედნიერებას, გამოდის, რომ დღეში რამდენჯერმე ბედნიერი ხარ. მე ასე ვცხოვრობ, თორემ იმ მინუსი არ იყოს და კიდე სხვა დანარჩენის, რა თქმა უნდა, მეც პრობლემები მაქვს ძალიან ბევრი. გიჟურად ბევრი და
შეიძლება რომ ამას წამოვიწვა. შეიძლება რომ გავბოროტყე, მაგრამ ვერ ხედავ მე მაგის დროს. ვერ ვუთმობ ყველაფერი. მაინც ისე იქნება, როგორც გადაწყვეტილია ზემოთ. ამიტომ ძალიან გაწონასწორებულად და მშვიდად მივყვები და ღმერთს მადლობა, რომ იაღოველივით ისინი ხო ძალიან ამტკიცებენ ხოლმე. მომტკიცებ ჩემ თავს ყოველ დღე, რომ შენ ამას შეძლებ. ისე რას მივახდი ამ იაღოველებს, თავიანთი არჩევანი. წავედი ახლა მე მეძებენ უკვე მოიწერეს. მე პოულობენ და მე თქვენ გიტოვებ ძალიან დიდ სიყვარულს. მე ხალხ სიყვარული მაქვს რომ მოინდომოთ. თქვენ ვინც ვისაც ასეთ ცუდი აზრები გაწუხებთ, ყველას გიყოფათ. სავალდებულო ჯარი კი არ არის ჩემი ყურება ხალხო, ეს ჩემი გასართობი ამბავია, ჩემი შემეცნებითია, ჩემი სულის მდგომარეობა და ჩემი ფსიქოლოგია. თქვენ რა გონიათ ის 70 евро, რომელიც სამთოში ერთხელ მერიცხება, ის არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? მაგდენს ხო ხვდებით, რომ არა. და ის კიდევ შეურაცხყოფები ძალიან ცუდია. ხოდა რა ვიცი, მილიონჯერ მოგიწოდებთ ხოლმე და არ დაგიგლებთ. კიდე იცით რა არის წინათ ძალიან გაბრაზებული ვიყავ. ყველა ნერვიულობ ხოლმე, ყველაფერი არის ბუმერანგი. პრინციპზე აგებული ეს ცხოვრება. ყველაფერი ბრუნდება. ეს ახალ ენაზე რომ ბუმერანგია ყველაფერი, რასაც გასცემ, რომ კოსმოსში რასაც გაუშვებ უკან გვიბრუნდება. ძველ ენაზე ის არის, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი. როგორც გვინდა ისე ვთქვათ. პაპის ნაჭამი მოვთ, ბაბუის ნაჭამი მატყემალმა უშვილიშვილს მოჭრაკბილია. ხოდა რა ვიცი, თუ ორი წიგნი გაგწაკითხული, მოხდები, რომ უბრალოდ მე სამყაროსში არსებული ბუმერანგი დაარქვეს თორე. რასაც ვაკეთებ, რასაც ვინმეზე ვფიქრობთ, ყველაფერი უკან ბრუნდება. წელამაწვევის არის. ეს ბებია, ჩემს ბებია თქვა. დენის ბებია. ხალხა რა, ხალხ რა სიგინებით დაიფურთხებთ. მე რა უნდა დამაყოთ, აგერ ვარ დიდი ქალი ვარ. კაი რამე ცხოვრება მაქვს მოწყობილი. ხან ვიწუწუნებ, ხან არ ვიწუწუნებ. კაი D ვიტამინს ვიღებ ახლა კავკასიონის ძირში. თქვენ თუ მაგით იღებთ რაიმე სიამოვნებას, წერეთ უყურებო. ვინო ხერ დაგიშლით. თქვენ თუ დამიწერთ, რომ ეს ამით იცლებით, ჩემი ვანძღვით, მე თქვენ მოგცემთ ერთ არხს კიდე შევქმნი იმისთვის, რომ თქვენ ეს წეროთ. თორე, კიდევ გაგიმეორებთ. 54 წელიწადში ვარ. ამოვატრიალებ დედამიწას, რომ მომინდეს თქვენ მე, ჩემს თავზე შეხედულებას ვერ შემიძლია. და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ძალიან მომწონს ჩემი შექმნილი მე. დავედი ახლა მე კოცნით, გეფერებით. ყველასაც მაინც ყველას მოსაწონი, არავინ არ არის, მე ბევრი არ მომწონს თქვენ რა გქონია. მაგრამ ასეთი არ ვეტაკები ხოლმე. არი ხარ მომწონს არაბა ხალო გადი აქედან მე. ანუ მღლის ეს ხალი, სადა ხალე შეჩემი, საღანაში წაგიყვანა თუ რამე გიქენი. არ მახსენდება. რიჩთა ხალე. ყავა გინდა? დაგასვენებ ყავას. გეფერე. ვინც ჩემებიხართ. ვისაც ესეთი რაღაცეები გაწუხებთ კიდე რა, ციებარა გითხრათ.